ესე იგი მეგობრებო, დღეს იყო ფხაკაძე ჩვენი მაღაზიაში ვაჟებშაველა 73 ნომერში და მაგის მერე იმდენი ადამიანი შემოდის, მადლობა უნდა გადაევხადოთ პატივცემული ექიმს, რომ მობრძანდა ჩვენი მაღაზიაში. ნუ საქციელი რა თქმა უნდა ცუდი იყო, მაგრამ ნუ ჩემი მეუღლე იყო მაღაზიაში და თხოვა რომ არ გადაიგო ესე, უხერხულად იგებდა, ბევრი ხალხი იყო და ნუ რა კაი გადაიგებს, რა პრობლემაა, რა ჩვენ ხო არ იქ ხო არ ფუტავს ეგეთი რაღაცა. ესე იგი საქართველოში პირველი კომპანია არის ჩვენი, რომელიც საქართველოში დარეგისტრირებულია მეგობრებო და დევს ყველა საბუთი საჯაროდ დევს, ეგეთი არც ერთი კომპანია არ არსებობს საქართველოში. დანამატი გინდა, წამალი გინდა, შოკოლადი გინდა, კამფეტი გინდა, ნებისმიერი სასმელის კომპანია თუ გინდა ფეხსაცმელის მაღაზია გინდა, პაკრისკების მაღაზია გინდა, კატის საწმელის მაღაზია გინდა, რავი ძაღლის საწმელის მაღაზია გინდა, თუ ძროხების კვების მაღაზია გინდა, თუ ნებისმიერი ეგეთი პროდუქტი, რომელიც იჭმება, არსად არ დებთ მაგათი საბუთები. ბევრი ხალხმა თხოვა, ეს მაინც პროვოკატორია, მაინც თუ დადებს იმას კალბი გეტყვი, მაგრამ მაინც ჩვენ, ეხლა ფხაკაძის გულისთვის კი არა, თქვენი გულისთვის დავდეთ, რომ ნახოთ ყველა რა, არა აქვს პრობლემა, ნახეთ და ნუ ეს სპეციალურად გვაქვს ჩვენ, რომ არ მივცემ ფხაკაძეთ საბუთი, ვინაა ეს? კი ბატონო, დანაჯენი მომხმარებელები ვინცაც არიან, შედი Herbal Healing G. აი ესე შედით და დოკუმენტები ყველა არის ატვირთული, კიდე გეუბნები, საქართველო არ არის ზიმბაბვე და ბანგლადეში, რომ საბუთის გარეში რამე შემოვიდე. ყველანაირი სერტიფიკეტი და მე ეგეთი პროვოკატორებს თავიდან ველოდებოდი და ყველა ჩემი ახლობელი მეუბნებოდა ეგეთი ბევრი იქნება რა. ხო და ჩვენ მზად ვიყავი თავიდანვე ეგეთი ადამიანის, იმიტომ არ გაგვიკვირდა და ნუ კაია რომ თვითონ ამანაც დაიწყო ნიორზე და რავი კურკუმაზე საუბარი. კაია მეგობრებო, ჩვენ შეგვიძლია გავასწორო ჩვენი კვება, გავასწორო ჩვენი ყოველდღიური საქციელი. რითით ნაკლებად დავაცდე და საჭმელის კორექტირებით ქვეყან ადამიანმა დაიკლოს წონაში. ჩემი პროდუქტებით კი არა, ქვეყანა ადამიანმა იმკურნალა დიაბეტი, მეორე ტიპის დიაბეტის კონტროლი, ეხლა ფხაკაძემაც იცი, რომ არსებობს კვება გაასწორეთ, იმიტომ ცხოვრების წესის პრობლემაა, ცხოვრების წესით წავა. რა თქმა უნდა, სადღაც არ ვეუბნები, რომ გადააგდე წამალი და რა დროს არ წახვიდე სავანტყოფოში და ეს კი არ არის. გოიმი ხო არ უნდა იყო ადამიანი. მაგრამ თქვენ უნდა აარჩიოთ, როდის რა ჭირდება. არის ეტაპი, არქშველის ბალახი, არის ეტაპი, საჭირო იქნება სხვა პრეპარატი, სხვა ძამალი. დედამიწაზე არსებობს მედიცინა სხვადასხვა ქვეყანაში განვითარებულია, სხვადასხვა დონის მედიკამენტები, სხვადასხვა დონის რა ვიცი, განვითარებულია დღეს ბევრი რამე. და როგორც ეს აქციელია ამ ადამიანის, ნუ ვერ ვეტყვი ვერაფერი მაგაზე, ნუ თავის საქმე გააკეთო რა, ამ დედამიწაზე იმდენი მილიარდი ადამიანია, ზოგი რაშვება. ზოგი დგება კეთილი მოწყობილობით, ზოგი დგება, აი დღეს თამთა დავტოვე სამსახურში და
დაუბრუნდი უკან თამთან მომწერა რომ აქ არის ანუ რამდენად ბოროტი უნდა იყო ადამიანი რომ დილიდან რა ცოტა კაი დაიძინე წესიერად მერე წადი ან გეუბნები 1-15 წუთი დააკლდა მე ვიქნებოდი იქ რა ეხლა იქიდან მოვდივარ და მერეც თუ აპირებს წინასწარ გვაგვაფრთხილეთ რა მე რო ვიყო იქ რა ვისაუბროთ რა კი ბატონო მეც ვისაუბრეთ და აი სერტიფიკეტები ქალისავით ნუ კვირიქარ რა ყველანაირი სერტიფიკეტი გვაქვს ატვირთული თქვენი გავი მეგობრებო ყოველთვის ჯანმრთელი და ბედნიერი და ასწორე კვებაში რაღაცეები წამე მეტი ფერადი რა შეიძლება მეტი ფერადი საჭმელი წამე მეგობრებო თეთრი საჭმელი დაახლოებით არსებული თეთრი საჭმელი იმდენად სასარგებლო არ არის ერთი კვერცხს რო დავანებო დანარჩენი რას თეთრია იმდენად არ არის ფერადი ღმერთმა რასაც მოგცა ყველაფერში დიდი რაოდენობით შედის ანტიოქსიდენტები ჯამე თქვენი ბავშვებს აჭამე კარგად სკოლაში რომ მიდიან და სკოლაშიც მინდა რომ გაატანე თქვენი ბავშვებს საჭმელი იმ გარეთ საჭმელი თქვენი თვალის წინ თქვენი ბავშვი რასაც ჭამს ეს ყველაზე უკეთესია და ჩემი მხრიდან ყოველთვის ესე იქნება რომ ბუნება მკურნალია მიეცი საშუალება ორგანიზმს იკურნალებ თვითონ რა ეს ყველა მიცის არა მე პირველი არა ვარ ამ დედამიწაზე რომ ესე ვამბობ ბევრი ადამიანია საქართველოსიც ეხლა ყველა ექიმი ფხაკაძე კი არ არის ყველა ექიმმა იცის რომ ბევრი რამის მოგვარება ყვება ალაჰი არსებობს ეს ყველაფერი და მართალია და მეც არ ვძალავს რომ ჩვენი კომპანიის რაღაცა იყიდო და ჯე ჩვენ პირველი კომპანია ვიქნები ეგეთი რომელიც ვეუბნები რომ ანუ ნათქვამი ანუ მაგ მაღაზიაში არ შეუტენოთ მომხმარებელს დანამატი რა ხო და ჩვენი მაღაზიიდან ქელცარიალაც მიდის ადამიანი უკან რომელიც საკიდლად მოსულია მაგრამ ჩვენ არ ვაძლევს როცა არ ჭირდება არ ვაძლევს რა და ჩვენი მაღაზიაში პირადი კონსულტაციაც არ ხდება ორივე მაღაზიაში ჩაულებრივი მომხმარებელი არიან როგორც სხვადასხვა დანამატი და სპორტული დანამატის მაღაზიებში ისე რომელიც თქვენ მზად რომ მიდიხარ საკიდლად რამე იმას შეუძლია აურჩიოთ მარტო იმიტომ მეგობრებო წამე კარგად სუფთა ჭამე სულ იმედია ყველა იქნები ჯანმრთელი და ბედნიერი კარგად